23 წლის ასაკში გამახსენდა, რომ უნდა ამიღო მართვის მოწყობა და რატო გამახსენდა. ტაქსით დავდიოდი ბოლო 2-3 წელი სულ და ფასები გაძვირდა ბენზინის ფასთან ერთად. ყველაფერი აირია მოკლედ და მეთქი დროა უკვე რომ ავიღო მართვის მოწყობა და რაც შეიძლება მალე ვიყიდო მანქანა, მაგრამ არ მეგონა თუ მანქანას ვიყიდი 2 დღეში. და მე დღეს აი ამ Lamborghini Urus-ის ფლობელი გავხდი. აი, ეს არის ჩემი Renegade, რომელსაც ბევრი მოიხსენიებს როგორც ხალის მანქანას, მაგრამ მე იცი რას ვიტყვი? არ არის ხალის მანქანა. გიორგი სარიშვილმაც კი შეაქო ეს მანქანა, ანუ წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე. ფათაშორის ისეთ კარგ ფასში ვიყიდე ეს მანქანა და ისეთმა კარგმა ადამიანმა მომყიდა. მოკითხვა აქედან, რაც ყველაზე მეტად გამისწორდა ამ მანქანაში არის ის, რომ არის სრულიად შავი. აი ეს რაღაცეები რო აქვს, ეს მაპატიეთ, იმიტომ რომ თბილისში ცოტა არ დაგვემთხვია კარგი ამინდები, გავრეცხე მანქანა და აქ ნახე რა ხდება. არ გეგონოთ რომ ბინძური ადამიანი ვარ და მანქანას არ ვუღებ. გარედან ძალიან უმნიშვნელო პრობლემები აქვს, რაც ძალიან მარტივად გამოიცვლება. აქვს ცოტა ნასეტყვარი, იქ 1-2 ადგილზე ცივა დამოვა და თავარი პრობლემა, რომელიც რო ვიყიდე მანქანას არ ქონდა. აი, ცოტა არ ეთყობა. უფრო ბინძურს გავს, მაგრამ ეს შემთხვევა მომივიდა ერთ ქალბატონი, როდესაც იჯდა Prius C-ზე და მოსახვევში შემოვიდა, სულ რაღაც 2 მეტრით უკან უნდა გაეწია უკან მანქანა და მეუბნებოდი რომ მეთქი გამატარე, ჯიპით ვარ, ვერ გავეტევი, შენ Prius C ყავს, ვიწრო გზა არის, მეთქი, არაო, აი ჩემა გამატარეო, შევაყენე მანქანა, არაო, აქ ვერ გავეტევი, გადმოვედი მანქანა და ფეხებით გადავზო, მე ქალბატონო გაეტევი, ვერ შევალმეტი შიგნით, არაო, გამატარეო და ბოლო ისე მოხდა რომ მანქანას გავუსვი. და ქალმა მერე თავში ხელები ირტყა, რომ ნეტაო გამეტარებინე მე რა ვიცოდიო, რა იცოდი, ხო გეუბნებოდი ვერ გავეტევით ხო და ვერ შევეტევით, მაგრამ მოკლედ ეს არის 2015 წლის Renegade 2 და 4 ძრავით და სხვა Renegade-ებიდან განსხვავებით ეს არ არის 4-4-ზე. Passat აქვს ცოტა დაბალი, 4-4-ზე წამყვანი არ არის, წინა წამყვანია მარტო და ეს რატო მომეწონა მე უფრო ვიდრე 4-4-ზე. მე ის ტიპი არა ვარ რომ off-road-ზე ვიარო და off-road-ი გადავთელო. არა ვარ ის ტიპი რომ რაღაცები გავტესტო და უგაროკებზე გადავხტე, გადმოხტე. არა, მე მინდოდა ქალაქისთვის და აი მაქსიმუმ ეს რაღაცა ისეთი ადგილები, სადაც ტაქსით ვერ წავიდოდი რა. და ნუ მოკლედ ჯიპები მევასებოდა და ყოველ შემთხვევაში პირველი მანქანისთვის გადავწყვიტე მაინც ეს რა. 4-4-ებს წვა ბევრად მეტი აქვს ვიდრე მე რომ შევადარე სხვების 4-4-ებს და ჩემ წინა წამყვანს 1 4 litrში განსხვავება მინიმუმ ყოველთვის გვაქვს რა. აი ახლა შეგინთ რა ხდება. თუ შავმა Renegade-მა დაგარტყათ და ეს ნომერი ქონდა, არ მიჩივლოთ. და მოვერიდეთ ამ ნომერს 20 ნახავთ გარეთ. და რაღაცა ფუნქციები აქვს ამ მანქანაზე. ძალიან ბევრი 2015 წლის კი არა, ახალ მანქანასაც არ აქვს. მინიმუმ იმას ვიტყვი, რომ შორიდან დაქოქვა აქვს. დავდგები. ცოტა დილეი აქვს, არა? 133,000 კილომეტრი გარბენით ვიყიდე ეს მანქანა. არ აქვს ტყავის ავარძლები, აქვს ჩვეულებრივი ნაჭრის, მაგრამ ვინც კი ნახა, ან Renegade-ის ფლობელი ვინც იყო, ან ტყავის ავარძლი და ყველა შეთანხმდება იმაზე, რომ ნაჭრისაა, მაგრამ ძალიან კარგია. ერთადერთი ის მიტეხავს, რომ სავარძლის გათბობა არ აქვს, სადაც ზამთარში ალბათ უფრო გაიწესდება ვიდრე ზაფხულში. ზოგიერთ კომპლექტაციაში არ არის ელექტროსკამები. ანუ ეს კი არის 2015 წლის ლატიტუდი, მაგრამ 4-4-ზე Trailhawk-ებს არ ქონიათ მძღოლის მხარეს ელექტროსკამები, რაც ძალიან გამიკვირდა. ამ მოდელების ზოგ კომპლექტაციას აქვს ზევით ჭერი, skyroof-ი, ვინც იცით, ჯიპებს აქვს ასეთი რაღაცა, შეგიძლია მოხსნა, 2 პანელი, აი ზუსტად ამ ადგილებში 2 პანელი, ნახადო კაბრიოლეტი. ერთადერთი რაღაც შევცვალე ამ მანქანაში, რაც ძალიან არ მომწონდა. აი ეს სარკე. ეს სარკე დაუყენე ზევიდან უფრო დიდი. იმიტომ რომ ანუ თავის სარკე აქვს ძალიან პატარა. ადამიანი რომ შუაში გეჯდეს, აქ ყოველ შემთხვევაში ვერ დაინახავდი უკან ახდებოდ რა საერთოდ. და ბრმაზონებისთვისაც რა, ანუ არა მაქვს ბრმაზონების სარკეები და შესაბამისად ამ სარკიდან რა ტემოზე მივეცი ვალარი რაღაცა და დედას გეფიცები 10 ჯერ უფრო კომფორტულად დავდივარ ამით, ბრმაზონებსაც ხედავ და უკან უფრო მეტ რაღაცას ხედავ ვიდრე აქამდე. ეკრანი ძალიან გამიკვირდა და არის სენსორზე. არ მეგონა თუ სენსორზე იქნებოდა ეს ყიდვის დროს აღმოვაჩინე. მაგრამ აქვს ყველაზე ბანძი ეკრანი და ყველაზე პირველი თაობის ეკრანი, რაც კი Renegade-ებს აქვს. ამიტომ არ ვიცი. დამიწერეთ კომენტარებში ღირს ამის შეცვლა, არ ღირს, ვინმეს თუ შეგიცვლიათ.
თუ დავიკიდო და დავტოვო როგორც არის. აი აქ სხვა რენეგეიდებს აქვთ გადამრთველები 4-4-ზე სპორტ მოუდი და ასე შემდეგ. მე რახან 4-4-ზე არ მყავს და არის სპორტ მოუდი არ არის. აქ არაფერი არ მაქვს და ეს ღილაკებიც არის უფუნქციო. იმიტომ რომ სხვა ედიშენებში ეს ჩვეულებრივად ფუნქციონალურია და აქ სხვადასხვა რაღაცეები აქვს რა, მოკლედ რომ ზედმეტი არ გავატრაკო. ხელის მუხრუჭი ასევე აქვს ელექტრო, ამოჭიმა და ამოქაჩვა არ დაგჭირდება. სივრცე არის საკმაოზე ძალიან კარგი და მოდი ამ ადამიანს კითხოთ სივრცე არის? მაგარი სივრცე არის თო. მაგარი სივრცე არის თო. ეს არის ჩემი საბარგული, სადაც ღმერთმაინც რა ხდება. აქ კიდე ქვევით რაღაცები მოყვა მანქანას და ქვევით აქვს დაპასნოი საბურავი როგორ თქვა ქართულად. ვახ, ნახე რა მაგარმა მანქანამ ჩაიარა და ალბათ რანგლერზე გადავჯდები მერე. ვახ, პროსტა ჩემ გარაჟში არ შეიძლება. ერთი ის გამიმართლო გარაჟი მაქვს ხო? ამა ჩემის მანქანა გამოვარდა გარაჟიდან და ჩემი ჩადგა მან და მან ჩემის ლურჯა უსახკარო დარჩა. ჩელენჯერი ყავს ვიღაცას, იქით ალფა რომეო, პორშე, იუთუბერებზე მაქვს საუბარი რა. და ახლა მე რატო წერ ამ ვიდეოს? პირველ რიგში რომ მიხარია. მეორე რიგში რომ ეს მანქანა საბოლოო ვიზუალის არ არის. ნუ ჯერჯერობით ეს არის რაც არის, მაგრამ ძალიან მალე ვაპირებ შეცვლას და მინდა რომ ეს ჩემი მანქანა გახდეს ასეთი. აი ასეთი ვიდი მინდა რომ მიიღოს. უნდა გავხადო მატოვი, შავი, დისკები შავი, ყველაფერი უნდა ჩავბურო, რაც კი კანონიერად შემიძლია, სადამდე შემიძლია და ასევე ამ ვიდეოში როგორც თქვი, გამინდა რომ გავუკეთო ამ მანქანას. ამიწერე რჩევები, თქვენ რას ფიქრობთ, რა უნდა გავუკეთო ამ მანქანას, რა აკლია და რა მოუხდებოდა, შიგნით რა მოუხდებოდა, გარედან რა მოუხდებოდა, თუ ყავთ ეს მანქანა რჩევები მომეცით, რა შეიძლება არ ვიცოდე ამ მანქანაზე და კომპანიები რამოდენიმესთან მაქვს უკვე საუბარი ამ მანქანის გადაკეთებაზე და ყოველ შემთხვევაში ვინმე თუ ხართ და შეგიძლიათ და ფიქრობთ რომ ჩვენ თანამშრომლობა შედგება ამ მანქანაზე, მინდა რომ ყველაზე კარგი ვიზუალის რენეგეიდი იყოს ეს საქართველოს თუ არა თბილისში მაინც. დახსნილი ვარ Instagram, მეილი, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, შემეხმიანეთ. ახლა დასასერვისებელია მანქანა, ხელახლა, ყველაფერი გასაკეთებელი აქვს. საბურავი შესაძლოა იქ, იმიტომ რომ ზამთრის საბურავი მიყენია, ზეთის შესაძლებელი აქვს, ყველაფერი გასაკეთებელი აქვს, რაღაცეები. ნუ მოკლედ რა, შემეხმიანეთ, ვილაპარაკოთ. მოკლედ ეს მანქანა რატომ ვიყიდე ახლა პირველ რიგში? იმიტომ რომ Batman vs Superman-ზე, როდესაც ქალაქს სახეს ძვრებოდა, ბეტმენი ჩაჯდა რენეგეიდში და რენეგეიდით გარბოდა. ეს იყო ნამდვილად მიზეზი ეს მანქანა რატომაც ვიყიდე. კაი, არა, უბრალოდ პირველი მანქანისთვის წინაზე როგორც თქვი, მინდოდა რომ შედარებით უპრობლემო წვა ფეხებზე მეკიდა, მაგრამ დანარჩენი რაღაცეები შედარებით უპრობლემო ყოფილიყო და ფუნქციებით, პრობლემატურობით, წვით და ყველაფრით ყველაზე კარგ ფასში იყო ეს 6.5 გადავიხადე. ახლა ერთი პრობლემაა პროსტა, ეს ჯიპი იმდენად მომეწონა, თავიდან მამა ჩემის პრიუსით დავდიოდი, პრიუსეთი დავდიოდი. ჯიპიდან სედანზე როგორ გადავჯდე, არ ვიცი, იმიტომ რომ იმდენად მეკომფორტულება, თუნდაც უგაროგზე წესიერად გადასვლა, თბილისში ვარ და რა თქმა უნდა იამკები რო არ თქვა ახლა არ შეიძლება და იამკებზე გადასვლაც რო არ მეშინია რომ რაღაცას დავამტრევ მანქანაში ან რაღაცა, ჩვეულებრივად ძალიან მეკომფორტულება. ერთ-ერთი მინუსი, რაც აქვს ამ მანქანას და დავამუღამე, არის ასტრაფება. ChatGPT-საც რო კითხო და სხვა რევიუებიც რო ნახო, აქვს, მოდი ახლა ჩემთვის შინურად ვიტყვი, თუ სწორად ვამბობ, ეგეც არ ვიცი. 9 სიჩქარის გადამრთველი აქვსო, თუ რაღაცა. და ამ სიჩქარეებში გადააქვს ძალიან ნელა. ანუ აკრეფა აქვს საზიზღრად ნელი. აქსელერაციას გულისხმობ რა. ახლა მაგალითად თუ გინდა ზოლიდან ზოლში ვაიმე დაგვეძრა. რა დაგვეძრა ჯიპში ვარ. ანუ როდესაც ზოლიდან ზოლზე შეცვლა გინდა ან მაგალითად მიდიხარ ჰაივეიზე და გინდა რომ ტრაილერს აუარო ან რამე ნელა მოძრავ მანქანას, ცოტა გართულდება, იმიტომ რომ შეიძლება მატორში ფეხი გათხარო და მანქანამ 1-3 წამით დააგვიანოს მაგაზე რეაგირება და გვიან გადართოს მოკლედ სიჩქარეები და გვიან აიღოს რა. დემონსტრაციაში რო განახოთ, აი ჩავაჭირე და ძალიან ცუდ ადგილზე ჩავაჭირე. იმიტომ რომ პავროტები აქვს სულ.
როცა იყო კარგად ახლა კარგად აიღო. ნუ მოკლედ ახლა კარგადაც დავდიოდი რა. ჩემი აზრით თბილისისთვის არის მშვენიერის მანქანა და ძალიან ბევრმა უკვე შეიძინა რენეგეიდი და ახლა უკვე ძალიან ხშირად ხდება ეს მანქანები, აქამდე რომ ვერ ვამოღამებდი, ახლა უკვე ძალიან ხშირად ხდება და ხელოსნებმა ჯერ კიდევ ბევრმა არც იცის რომელი მანქანა არის და რა მანქანა არის ეს. ეს იყო და ეს. უბრალოდ მინდა რომ მეჩვენებინა სად დავიკარგე, რა დღეში ვიყავი და რას ვაკეთებდი, ნუ საქმიანი თვე მაგ და მაპატიეთ რომ ვიდეოებს ის ხშირად ვეღარ ვდებ და სტრიმებიც ხშირად ვერ მქონდა, მაგრამ ახლა უკვე ივნისიდან გავაქტიურდები, შედარებით ნაკლები საქმე მექნება. გამოიწერეთ მეგობრებო არხი, ზარიძღილაკი აუცილებლად ჩართეს, რომ სტრიმები არ გამოტოვოთ. გამოყევით სოციალურ ქსელებს სხვაგანაც, TikTok-ზე, Instagram-ზე, ალბათ უფრო Instagram-ზე. ავიდეთ მან 10,000-ზე და აქ ავიდეთ 70,000 გამომწერზე. და ისევ ვინმე კომპანია თუ ხართ, ვისაც გინდათ რომ ამ მანქანის მოხოდვაში წვლილი შეიტანოთ და შემდეგ ვიდეოებში რომელიც ამ მანქანას შეეხებოდეს იქნება, დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენ შემოთავაზებებს და მინდა რომ თბილისში იყოს ყველაზე კარგი ვიზუალის რენეგეიდი, რომ ვიღაც ანართქას ქალის მანქანა და საყვარელი მანქანა. მინდა რომ აი რო ჩავია რომ პატარა G-კლასიო თქვას ვიღაცა.